Უსուցე გურიერი 9 საათზე ზაალდუმა შულთან დიმიტრი ობოლაძესთან და დიანა ჯოჯოასთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრებს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. რუსეთის ნაკრებმა პირველი თამაში სწორედ დღეს თბილისში წააგო. მესაკუთრეები ქონებას იკანონებენ შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო. შეწყვეტილი თუ დასრულებული დიალოგი პოლიტიკური პინგ-პონგი გრძელდება. ქონება დაკარგულების საკუთრებას იბრუნებენ პარლამენტმა დღეს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოსთან მიმდინარე დავა კერძო მესაკუთრეების სასარგებლოდ წყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვისაც მიწაზიან სახლზე პრეტენზია ჰქონდა დაკმაყოფილდება. სულ საუბარია 7000 საქმეზე, რომელიც განხილვის პროცესში იყო. ქონების დაბრუნება ხმაურიანი ჩამორთმევის შემდეგ სიებში ბევრი ცნობილი გვარი ფიგურირებს, მათ შორის ის მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები და კომპოზიტორები არიან, ვისაც რამდენიმე თვის წინ მშენებარე სახლებში ბინები ჩამოართვეს. პირველი მოსმენით დადგენილება მიღებულია. ნატო მახვილაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ცხარე დებატები ამ თემაზე არ გამართულა დღეს სხდომათა დარბაზში, მხოლოდ უმრავლესობა იჯდა, თუმცა საბოლოო ვარიანტი თუ ვინ იქნება სიაში, ამას ჩვენ გავიგებთ 15 დეკემბრის შემდეგ, როცა საბოლოო სიები გამოქვეყნდება თავად პარლამენტში, მანამდე კი შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო. მესაკუთრეები ქონების დაბრუნებას სავარაუდოდ მალე შეძლებენ. დადგენილება პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო. ნინო ბურჯანაძის მიერ ინიცირებული დოკუმენტით ქონებაზე დავა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის მიმდინარეობდა, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. ქონებას მესაკუთრე დაიკანონებს. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძველის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის იმ ქონებაზე, რომელზეც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ქონების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. Ახლობით 95% საქმეებისა, რომელიც სასამართლოში იხილება და უკავშირდება ცალკეული მოქალაქის ფლობელობაში არსებული ქონების მართლზომიერება სახელმწიფოს მხრიდან იქნება შეწყვეტილი და მე ვფიქრობ, რომ ესეც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ ხელთ არსებული ქონება დააკანონონ, ლეგალიზაცია მოახდინონ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქონების ბედი გადაწყვეტეს მოქალაქის კერძო ინტერესის სასარგებლოდ. რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს გაუჩნდებათ იმის განცდა, რომ მათი საკუთრება არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, რომ მათ საკუთრებას ვერავინ ვერ მოედავება, ვერავინ ვერ დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ვიღაცამ სახელმწიფოს რაღაცა აჩუქა და ვერავინ ვერ აიძულებს ამის გაკეთებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზული ნაბიჯი იდგმება წინ. სასამართლო დავების და ადმინისტრაციული წარმოების ნუსხა ამ დროისთვის 7000 აღწევს, მათ შორისაა თბილისში მდებარე საუწყებო ბინებიც, რომელთა ჩამორთმევას თავის დროზე ხმაურიც მოყვა. ზაზა კოლელიშვილი ერთ-ერთი მათთაგანია, ვისაც დადგენილების მიხედვით ქონება უნდა დაუკანონდეს. საქმე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იხილება. ახალი ინიციატივის მიხედვით მერია ვალდებულია დავა შეწყვიტოს. მოგწეს, მერე წაგვართვეს. ჯერ მოგწეს, მერე წაგვართვეს. ხანცემ, ხან გენაცვალოს დედაო, ხანცემ, ხან გენაცვალოს დედაო. მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს და მე მინდა მადლობა გადავხადო პირადად ქალბატონ ნინოს. ძალიან მიხარია და ესეთი ტენდენცია უკვე საგულისხმოა. მე 43 წელია უკვე ხელოვნებაში მოვაწევ და სხვათა შორის ყოველთვის მჯეროდა იმისა, რომ რაღაცები დაიწრიტება, რაღაცა უნდა შეჩერდება, რაღაც სიკეთისკენ წავა. დადგენილების მიღებას ოპოზიცია ხელისუფლების მორიგ PR კამპანიად აფასებს. მსგავსი ინიციატივა თავის დროზე ახლებსაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ უმრავლესობამ მის განხილვაზე უარი თქვა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დგას იმის საშიშროების წინაშე, რომ მართლაც 5 იანვრის არჩევნებზე ხალხმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, ნეგატიური დამოკიდებულება ამ ხელისუფლებისადმი, რომელმაც პრაქტიკულად ხალხს უთხრა, რომ თქვენ მე არ მაინტერესებთ. ეხლა აქვთ მცდელობა, რომ მოიგონ ისევ საზოგადოების გული და ცვლილება შეიტანონ ამ კანონში. თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს ცვლილება შეიძლება იყოს ძალიან მოკლევადიანი და თუ მიხეილ სააკაშვილი კვლავ დარჩება ხელისუფლებაში, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრება ისევ დარჩება ჰაერში გამოკიდებული. ქონების დაკანონებას ხელვაჩაურის რაიონში არსებული მიწებისა და ასევე საკურორტო რეკრეაციულ ზონებში არსებული ქონების მესაკუთრეებით შეძლებენ. დადგენილებას მეორე მოსმენით კენჭს ხუთშაბათს უყრიან. ძალაში კი ის პარასკევიდან შევა.
დღეს კიდევ ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი, რომელზეც საუბრობდა დღის ბოლოს ქალაქის მერი გიგი უგულობა, ეს არის დაუკანონიებელი ქონების ლეგალიზება, რომელიც შეეხება უკანონოდ შენობა ნაგებობებზე მიშენებების ლეგალიზებას. ძალაში შევიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც ეხება თბილისში ჩემი აზრით ყველაზე მწვავე საკითხს, ეს არის დაუკანონებელი ქონების ლეგალიზაციის შესაძლებლობა. ანუ ადამიანური ენით რო ვთქვათ, ეს არის იმ ლოჯები იქნება თუ გარაჟები, მათი რომელიც აქამდე ამის საერთოდ იურიდიული შესაძლებლობაც კი არ არსებობდა ამის დაკანონების შესაძლებლობა. იქ სადაც ეს არ უშლის სახანძრო თუ საავარიო ტრანსპორტს, იქ სადაც ეს არ გადმოდის ფასადზე და არ ამახინჯებს ქალაქს, იქ სადაც ამის აუცილებლობა არ არის, მათი დაკანონება, ანუ ეს არის უკანა ეზოები, ეს არის შიგნით, რომელიც არც შიგნით მოსახლეს უშლის ხელს და არც გარეთ გამვლელს და არ უთქმის საფრთხეს, მათი ავტომატური ლეგალიზაციის შესახებ. დაკანონება შეეხება ასევე იმ ავტოფარეხებსაც, რომლებიც კორპუსების ირგვლივ არიან განთავსებული, თუმცა ამ შემთხვევაში მათ კანონიერებაზე ამხანაგობა იზრუნებს. პირდაპირ ეთერში ნატო მახვილაძე საუბრობდა, მადლობა ნატო. დიალოგი ჩაიშალა ოპოზიციის ნაწილი და უმრავლესობა შეწყვეტილ მოლაპარაკებებში ერთმანეთს ადანაშაულებს. ერთიანი ეროვნული საბჭო ბურჯანაძის ზარს ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე კი ოპონენტებს თავის კაბინეტში. შესაბამისად, საკითხები, რომლებიც მხარეებს უნდა განეხილათ, კვლავ ღიად რჩება. თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი მოლაპარაკებებს მაინც წარმატებულად მიიჩნევს. საკითხები, რომლებზეც კომპრომისული ვარიანტი გამოინახა, მემარჯვენეებისთვის მისაღებია. რაც შეეხება შეწყვეტილ დიალოგს ახლებმა, ეს ფაქტი დღეს პოლიტიკურ პინგ-პონგში ადარეს. ნათია გოქსაძე განაგრძობს თემას. ნათია, ჩაშლილი დიალოგი დასასრულს ნიშნავს თუ კიდევ არის შანსი, რომ მხარეები ისევ მიუსწნენ მოლაპარაკებების მაგიდას? მოლაპარაკებების თეორიული შანსი ბუნებრივია კიდევ არსებობს, თუ კი იქნება შესაბამისი ნება ორივე მხრიდან, როგორც ერთიანი ოპოზიციური საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან მოლაპარაკების მაგიდეს მიუსწნენ. იგივეს ამბობს ნინო ბურჯანაძეს და მისი წარმომადგენლები მთელი დღის მანძილზე. ისინი განმარტავდნენ, თუ რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები, გარკვეულწილად ისმოდა კიდეც ურთიერთბრალდებები, მაგრამ აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი პოზიცია, რომ ახლები და მრეწველები მიიჩნევენ, რომ გარკვეულ თემებზე მოლაპარაკებები შედგა და მათი განცხადებით გარკვეულწილად მოლაპარაკებები დასრულებულიცაა. ყოველგვარი დიალოგის მოწოდება იგივე თემებზე, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური პინგ-პონგი, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა პოლიტიკურ ძალთა შორის. პინგ-პონგად პოლიტიკური დიალოგი ახალი მემარჯვენეებისთვის ბურჯანაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ იქცა. ახლებსა მათ პარტნიორ მრეწველებს მიაჩნიათ, რომ კონსულტაციების შედეგად საარჩევნო კოდექსზე უმრავლესობასთან ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს. სპიკერისგან ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების გარანტიაც მიიღეს და რამდენიმე შესრულებული პირობის შემდეგ დიალოგი დასრულებულად გამოაცხადეს. შეუთანხმებელი თემებიდან ყველაზე აქტუალური ტელეიმედის აღდგენა რჩება. დიალოგი ავად თუ კარგად შედგა, გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, მაგრამ სამწუხაროდ და ხელისუფლების და სამარცხვინოთ ღიად არჩენილია კიდევ საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი და ჩვენ ახალი მემარჯვენეები აქტიურ ფაზაში გადავდივართ საარჩევნო კამპანიისა. იგი არსებობს ორი პრინციპული მოთხოვნა, რომელიც არის ერთი რადიო და ტელეიმედიის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე აღდგენილი არ არის და მეორე კიდევ პოლიტიკური ნიშნით დევნა იმ ხალხის, ვინც ღებულობდა მონაწილეობას მიტინგებში. საპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ. წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა ბურჯანაძესთან მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ საბჭომ პარლამენტში კონსულტაციაზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად გოგა ხაინდრავა მიავლინა. მონაწილე ადამიანების, ვთქვათ, ვინაობა შეთანხმებული იყო ჩვენსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, იქედან გამომდინარე, რომ ყოველ კონკრეტულ შეხვედრაზე მოსულიყვნენ ის ადამიანები, რომელთა მოსვლაც ჩიხში კი არ შეიყვანს დიალოგს, არამედ რომელთა მოსვლაც მოგცემ შესაძლებლობას, რომ რთულ, მაგრამ მაინც კომპრომისულ ვარიანტებს მივახციოთ. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ეროვნული საბჭოსთვის გაუგებარი აღმოჩნდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დიალოგი ხელისუფლებას არ სურს. ჩვენივრად იცის ქალბატონმა ბურჯანაძე რას წარმოადგენს გოგა ხაინდრავა და ამიტომ ეხლა თითიდან გამოწვეული საბაბების მოძებნას მაშინ, როდესაც სათქმელი არაფერი არ აქვს არც ოპოზიციისთვის და არც ხალხისთვის, ეს თვითონ იფიქრონ ამაზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. დაანებონ ჭირვეული ბავშვებივით მოქცევას თავი და მოიქცნენ წესიერად რა მოლაპარაკება თუ უნდათ კეთილინებონ და დაელაპარაკონ იმ ადამიანებსაც, რომლებიც შეიძლება პიროვნულად მათ არ მოწონთ. ეს არ არის მათი
გადასაწყვეტი, ამას წვეთს გაერთიანებული ოპოზიცია. ქალბატონ ნინო ბურჯანაძემ ყველა სიტყვა, რომელიც თქვა გუშინ, ყველა სიტყვა იყო ტყუილი. მე ძალიან მწვენია რომ ამას ვამბობ, მაგრამ ის უბრალოდ უსინდისოდ იტყუებოდა ქართული საზოგადოების წინაშე. მოლაპარაკების ჩაშლის თავისი ვერსია აქვს უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთ დროს ცდილობენ რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები შეცვალონ თავიანთი წარმომადგენლები, მათ აქვთ ერთ-ერთი მიზანი. თავიდან დასვა ნის საკითხი, რაზეც შემდეგ შეთანხმება არ იქნება მიღწეული და რაზეც შემდეგ კარს გაიჯახუნებენ. როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ ყოფნის გამო იყო რაღაცა გამოწვეული ესრულება, თუმცა მეორე მხრივ იმის ეჭვიც არსებობს, რომ ამ ფორმატის შეცვლის მცდელობით გარკვეული საფრთხე დგებოდა იმისი, რომ დიალოგი ჩაშლილიყო. ის ინტერესით ჩვენ არ აგვაქვს. ამ განცხადებების მიუხედავად ეროვნული საბჭოს წევრები დიალოგის განახლებას კვლავაც ითხოვენ და ისევ ბურჯანაძის ძარცელია. ჯერჯერობით ოპონენტებს შორის პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ სატელევიზიო ეთერების საშუალებით მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 25 ნოემბრამდე რაიმე ტიპის კონსულტაცია გაიმართოს. როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ მიტინგზე განაცხადებენ კიდევ ერთხელ თავიანთ მოთხოვნებს. ეს იყო ნათია გოგსაძე, გმადლობთ ნათია და ახლა კურიერის შეკითხვებს ახალი მემარჯვენეების ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე უპასუხებს. საღამოშივით და ბატონ დავით, გმადლობთ რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ დავით, პირველი შეკითხვა მე მინდა დიალოგს დაუბრუნდე. ჩაშლის საკუთარი არგუმენტები აქვს ამ დიალოგის უმრავლესობასაც და ერთიან ეროვნულ საბჭოსაც. თქვენთვის მემარჯვენეებისთვის კონკრეტულად რა შედეგი გამოიღო ამ ათდღიანმა შეხვედრებმა? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დიალოგის მოწოდება ჩვენ ყველამ მივიღეთ პატრიარქისგან, მისი უწმინდესობისგან და მე მგონი ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო, როდესაც ასეთი ლიდერი, ასეთი მორალური ავტორიტეტის ფიგურა მოგიწოდებს დიალოგისკენ, აუცილებლად უნდა დაემორჩილო და ჩვენ პირველი გამოვეხმაურეთ ამ დიალოგს. დიალოგმა შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაწილში პრობლემები თითქოს, გარკვეულწილად მოაგვარა, ეს არის საარჩევნო კოდექსი, საგანგებო მდგომარეობა ალბათ უფრო საერთაშორისო ზეწოლით მოიხსნა, მაგრამ მთავარი პრობლემები, რომელიც იყო დიალოგამდე, რჩება ისევ პრობლემად. ეს არის რეპრესიები, რომელიც გრძელდება ყოველდღიურად იმ ადამიანების მიმართ, ვინც შორი ახლოს გაიარა, თუნდაც მიტინგის დროს, ხდება მათი ფოტოამოცნობა, მათთვის ასე ვთქვათ, გარკვეული ჯარიმების დაგისრება, დაშინება და ასე შემდეგ და ამავე დროს ტელეიმედი, როგორც ერთ-ერთი მთავარი გარანტი სიტყვის თავისუფლებისა, დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნებისა, რომელზეც დღეს თითქოს ყველა ვსაუბრობთ, მაგრამ არანაირი გარანტია არ აქვს იმისა, რომ საარჩევნო მარათონის ყველაზე მწვავე ფაზაში, ასე ვთქვათ, ბოლო დღეების განმავლობაში დაცული იქნება ის პარიტეტი, დაცული იქნება სიტყვის თავისუფლება და ყველა კანდიდატს ექნება საშუალება თავისი აზრი, თავის პოზიცია გამოხატოს და რაც თავარი ამომრჩეველს ექნება საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ ნათელია, რომ ხელისუფლება ამაზე სასაუბროდ მზად არ არის, აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთიშოს ამ პროცესს, ჩვენ აღარ გვინდა ეს გაუთავებელი, ის გადადებები, რაღაც ეს არ მოგწონს, ეს პიროვნება არ მოგწონს და ჩვენ არ გვინდა რომ მუდმივად რაღაც აი ამ პროცესში ვიყოთ ჩართული, რომელიც უბრალოდ მიგვაჩნია რომ დროის კარგოა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავებათ ძალიან აქტიურად საარჩევნო კამპანიაში და ქართულ ხალხს დავპირდეთ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებს და არც არასდროს არ მოაგვარებს ეს ხელისუფლება, მოვაგვაროთ არჩევნების გზით, იმ გზით, რომ არჩევნების მეშვეობით გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, გავისტუმროთ მიხეილ სააკაშვილი და ეს ბუნებრივად მოიტანს იმას, რომ აღდგება ტელეიმედი, რა თქმა უნდა, შეწყდება რეპრესიები და არა მხოლოდ ეს. შეიცვლება საერთოდ სიტუაცია ქვეყანაში, შეიცვლება დამოკიდებულება ხალხისადმი და ხალხი აქ იცხოვრებს თითოეული მოქალაქე ღირსეულად იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება მოემსახუროს თითოეულ ადამიანს და არ იყოს მუდმივად დაშინების, მუდმივად რაღაც მონურ მდგომარეობაში, როგორც იყო. ბატონ დავით, ვინაიდან თქვენ არჩევნებში შეეხეთ, როდის დაიწყებთ თქვენ პირადად წინასაარჩევნო კამპანიას და როგორ აფასებთ თქვენ შანსებს ამ არჩევნებში? რა თქმა უნდა, პირველ რიგში როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ, ზალ არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ეს არ არის რაღაც ნორმალური სიტუაცია, ეს ყველაფერი ხდება 7 ნოემბრის ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად საკუთარ ხალხს ესროლა ტყვია, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ეს იყო რეზინის თუ ეს იყო ნამდვილი ტყვია, როდესაც გავსწორდა გაზით, ხელკეტით და შემდგომ ის ვანდალური ქმედება, რაც ყველამ ვიხიდეთ და მე მგონი თქვენთვისაც ძალიან მძიმე სანახავი იყო ტელეიმედში, როდესაც თქვენ ჟურნალისტებს არბევდნენ და
ანადგურებდნენ იქ ყველაფერს. აი ამ ფონზე, ძალიან მძიმე ფონზე ვიწყებთ ჩვენ საარჩევნო კამპანიას. ამავე დროს მე არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვთქვა იმ მარაზმის მიმართ, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, რომელიც აი ამ დღეების განმავლობაში, რომელიც მომსწრენი ჩვენ ვართ. როდესაც საათობით საქართველოს დღეს მოქმედი ჯერ კიდევ პრეზიდენტი საათობით არის პირდაპირ ეთერში ყველა არხზე თქვენ არხზე მზეზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბატონო დავით აქ მინდა გითხრათ რომ საქართველოს პრეზიდენტია ის მოქმედი პრეზიდენტია და ზალ მე მესმის რომ საქართველოს პრეზიდენტია მაგრამ იმ დროს როდესაც მან პრაქტიკულად დაკარგა ლეგიტიმაცია დაკარგა ნდობა და იძულებული გახდა გარედან ზეწოლით თუ შექმნილი ვითარებით დაენიშნა ვადამდელის საპრეზიდენტო არჩევნები აი ამ ფონზე დღეში ორჯერ მაგალითად დღეს მთელი დღის განმავლობაში დილით იყო შეხვედრა საათნახევარი თუ 2 საათი სპორტსმენებთან პირდაპირ ეთერში, შემდგომ იყო შეხვედრა ვეტერანებთან და ჩვენ აქ ვისმენდით იმაზე თუ როგორ იქცა სავლე უცებ პავლეთ. აი ამ ფონზე ყველაფერს მე აღარ ვიტყვი ის თუ რა საუბრობს იმას რაზეც ჩვენ 4 წელიწადი ვესაუბრებოდით უმრავლესობას ვესაუბრებით პირადად მას საუბრობს ქონების ლეგალიზაციაზე საუბრობს ვეტერანთა უფლებებზე ეს ის სააკაშვილი არ არის ამ ვეტერანებს ყველა შეღავათი რო გაუუქმა ეს ის სააკაშვილი არ არის რომლის დავალებითაც ქონების ჩამორთმევა მიმდინარეობდა აი ამ ფონზე მიუხედავად ყველაფრისა მე ვფიქრობ რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება არჩევანი არ შევთავაზოთ ხალხს და არ ეს შანსი ეს საშუალება რომ არჩევნების გზით რომელიც ყოველთვის იყო ჩვენთვის მისაღები გზა არ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვებმევით ამ არჩევნებში. ოღონდ ვებმევით იმ დღიდან, როდესაც გამოცხადდება არჩევნები და ოფიციალურად ჩვენ მოგვეცემას არჩევნო კამპანიის გაშლის საშუალება. და ჩვენ ძალიან კაფიო სამოქმედო გეგმით, ძალიან კაფიო პროგრამით გავალთ ამ არჩევნებზე და ამავე დროს მე არ შემიძლია არ ვთქვა, იცით საზოგადოებაში სულ გაჩნდა, სულ არის საუბარი და გაჩნდა ეს შეკითხვა, რომ ოპოზიციამ რატომ ვერ მოახერხა შეთანხმება, რა საჭირო ამდენი კანდიდატი და ასე შემდეგ. მე თუ უფლებას მომცემთ, ვისარგებლებ ეთერით და ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ საზოგადოებას განვუმარტავ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მეორე პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც 50%-ზე მეც მოსული ამომრჩევლიდან დააგროვებს კენჭისყრის დროს. აქ არის დიდი რისკი, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტმა დღეს მოქმედებმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ მოინდომოს რომ პირველი ტურით დააფიქსიროს გამარჯვება და დაამთავროს ეს არჩევნები. ჩვენი მიზანია რომ თითოეულმა კანდიდატმა ჩვენი ელექტორატის მობილიზაცია მოვახდინოთ. შალვა ნათელაშვილს შეუძლია იმ ელექტორატის მოყვანა რომელსაც ვერ მოიყვანს დავით გამყრელიძე. ჩვენი ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე იმიტომ რომ იგი დაინახავს თავის კანდიდატს. ლევან გაჩეჩილაძე მოიყვანს და გაერთიანებული ეს საბჭო ოპოზიციისა მოიყვანს თავის ამომრჩეველს და მე მინდა დღეს პირველად ოფიციალურად განვაცხადო, რომ ვისაც გადაწყვეტს ხალხი, ვინც ყველაზე მეც ხმას მიიღებს ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, მე როგორც კანდიდატი დავით გამყრელიძე პირველი დაუჭერ მხარს მეორე ტურში იმ კანდიდატს ოპოზიციიდან, რა თქმა უნდა, ხართ მოხსნათ თქვენი კანდიდატურა სხვა ოპოზიციონერის სასარგებლოდ? ჩვენ პირველი ტური გამოავლენს საუკეთესო, თუ პირველივე ტურში ჩვენ შევძელით სააკაშვილის დამარცხება, ეს იქნება იდეალური ვარიანტი. მაგრამ მოდით ყველამ გავითვალისწინოთ ის ადმინისტრაციული რესურსი ის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც არის ხელისუფლების მხარეს და ამის გათვალისწინებით დიდი ალბათობაა, რომ მან გარკვეული პროცენტები მაინც დააგროვოს. აი ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვერცერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ ოპოზიციური საერთო კანდიდატის გარშემო. მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარ ლევან გაჩეჩილაძეს და ეს პრობლემა არ არის, ასევე შალვა ნათელაშვილს, მაგრამ ასევე ვითხოვ მათგან მხარდაჭერას, რომ თუ მე ვიქენი გამარჯვებული ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, მაშინ ყველანი გავერთიანდეთ ისევ, რომ არჩევნების გზით წერტილი დაუცვათ სააკაშვილის რეჟიმს საქართველოში. გაერთიანება ხო მანამდე შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახდენთ მობილიზაციას ამომრჩევლის. ყველას ყავს თავის სპეციფიური ამომრჩეველი და მთავარი ამოცანა პირველ ტურში ამ 5 იანვარს იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვიდეს, იმიტომ რომ სწორედ ამომრჩევლის რაოდენობიდან ითვლება ის 50%, რომელიც უნდა დააგროვოს კანდიდატმა რათა გაიმარჯვოს პირველივე ტურში. ჩვენი ამოცანაა რომ არავითარ შემთხვევაში პირველ ტურში არ დააფიქსიროს გამარჯვება სააკაშვილმა და მეორე უკვე ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ყველამ გავაერთიანოთ და მოვახდინოთ კონსოლიდაცია. ეს გამოცდილება არსებობს საფრანგეთში. კიდევ ერთი შეკითხვა შეიძლება ბატონო დავით. გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ
თუ გეგმავენ ანალოგიურ ნაბიჯებს სხვა ოპოზიციონერები, მე ამ შემთხვევაში ვიყავ შალვა ნათელაშვილი თუნდაც მხედველობაში, თუ გადადგავს ანალოგიურ ნაბიჯს შალვა ნათელაშვილი, თუ არის ეს ცნობილი? მე ვერ გეტყვით, მე არ მქონია საშუალება ამ დღეებში ბატონ შალვასთან მესაუბრა, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი მიზანი არის სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა და ჩამოცილება ხელისუფლებიდან სწორედ არჩევნების გზით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ კანდიდატისთვის, ვისთვისაც ეს მიზანი არის მთავარი და ამ მიზნისთვის მონაწილეობენ არჩევნებში, მას ჩვენ ყველასთვის უნდა იყოს მისაღები ჩვენი ეს შეთავაზება და ჩვენ ამას ღიად ოფიციალურად თავაზობთ პირველ რიგში ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. და რაც შეეხება პრემიერს, რა პოზიციას დაიჭერენ მემარჯვენეები, დაუჭერენ თუ არა ლადო გურგენიძეს და მის მთავრობას მხარს? ვიცით, ეს საერთოდ არასერიოზულია, ამ კანდიდატურაზე დღეს რაღაც სერიოზული მსჯელობა, მე პიროვნულად მასთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფარსი, რაღაც ტრიუკი, რომელიც შემოგთავაზა სააკაშვილმა, ისეთი როგორც შემოგთავაზა აი ბოლო 10 დღის განმავლობაში უამრავი და ჩვენ რო დავიჯეროთ რომ რაღაც შეიცვალა, მაპატიეთ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უმრავლესობისგან, ხელისუფლებისგან გვესმოდა რომ ამ ხელისუფლების, ამ მთავრობის ხერხემალი არის ვანო მერაბიშვილი. რა აღარ არის დღეს ვანო მერაბიშვილი? ვინ ვისი უფროსი იქნება ლადო გურგენიძე ვანო მერაბიშვილის თუ ვანო მერაბიშვილი ლადო გურგენიძეს? თუ ლომაია, თუ აღარ იქნება განათლების მინისტრი, ჩემის აზრით ის კიდევ უფრო სახიფათო პოსტზეა გადაყვანილი, ჩვენ ყველას გვახსოვს ამ ადამიანის მიდრეკილება რაღაც რეპრესიული ნაბიჯებისკენ, მისი მოთხოვნა რომ დააპატიმრონ ირაკლი ბათიაშვილი და ასე შემდეგ და დღეს მთელი ძალოვანები მას დაექვემდებარება. ან ბატონი ბენდუქიძე. ეს ადამიანი არ არის, რომელიც ანგრევდა მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ კერძო სექტორს, იმ ეკონომიკას, რომელსაც აგდებული და ასე ვთქვათ საერთოდ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ყველა ეს ადამიანები ხო ისევ ხელისუფლებაში არიან. ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი და ნუ რავინ ნუ დავიჯერებთ იმას, რაც არ უნდა დაგვირდეს დღეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მე ხალხს მოუწოდებ, რომ ყველა ამ დახმარებით ისარგებლოს აქტიურად. იმ ვაუჩერებით, იმ ფინანსური დახმარებით, მე უამრავი ინფორმაცია მომდის, მინდა ეხლა გავახმოვანო, რომ მაგალითად ქარელის რაიონში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიდიან მოქალაქეებთან, ართმევენ პირადობის მოწმობას, უხდიან ფულს 70 ლარს და ეუბნებიან, რომ არჩევნებამდე ეს პირადობის მოწმობა დარჩება ჩვენთან, თქვენ მოხვალთ არჩევნებზე, მოგცემთ ხმას და იქვე ადგილზე მიიღებთ ამ პირადობის მოწმობას. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს დავაფიქსირებთ ძალიან მკაცრად, მაგრამ ჩემ ამომრჩეველს საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებ, რომ ისარგებლეთ ყველა იმ დახმარებით, რომელიც ისევ თქვენი ფულით კეთდება, მაგრამ ხმა აღარ მიცეთ სააკაშვილს და ხმა მიეცით იმას, ვისაც თქვენ ჩათვლით საჭირო. თუნდაც არავის არ მიცეთ, მოდით არჩევნებზე და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა ისევ ჩვენ არ შეგვცეს ის რეჟიმი, რომელმაც ამ დღემდე მოიყვანა საქართველოს. დიდი მადლობა ბატონ დავით, დიდი მადლობა კურიერის შეკითხვებს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე პასუხობდა. პრემიერობის კანდიდატს და ახალ მინისტრებს დღეს საპარლამენტო ოპოზიცია უსმენდა მრეწველებისგან განსხვავებით დემოკრატიულ ფრონტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა ფრაქციის წარმომადგენლებმა მთავრობასთან. ღიას შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. რაც შეეხება მრეწველებს, გოგი თოფაძე მთავრობასთან გამართული დიალოგით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დღეს ბევრი საკითხი განიხილეს. თუმცა ფრაქცია მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას მაინც არ აპირებს. ლადო გურგენიძესთან ერთად პარლამენტში დღეს მინისტრობის ახალი კანდიდატები ბელაძე ფურია და კობა სუბელიანი იმყოფებოდნენ. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაახლოებით 2 საათი ვისაუბრეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. იყო ძალიან ბევრ რამეზე, სოფლის მეურნეობაზე, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქციაზე, საგანმანათლებლო განაკვეთებზე, მის მომავალ შემცირებაზე, ასე ვთქვათ, როცა იქნება ამის საშუალება. ძალიან ბევრ თემაზე იყო, მათ შორის კონკრეტულ თემებზე. დავუჭერთ, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ჩვენი საკითხები ტრადიციულად გაასულა, 12 წელი ამას ვაღენებთ. მაგრამ მე იმედი მომეცა, რომ რაღაც სამ საკითხებში რაღაც დათმობა იქნება. მან ჩვენი პოზიცია კი ვიკამათეთ ბევრი, ჩვენი პოზიცია გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, მხარს ვერ დაუჭერ ერთი ელემენტარული პირობის გამო, რომ ჩვენ გახლავართ ოპოზიცია, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას დღევანდელი ხელისუფლებაზე, იმ მთავრობაზე, რომელიც მთავრობაც ისევ იმ შემადგენლობით დარჩა ჩაუბატონებდა, მარტო თავი შეიცვალა. დღეს პრეზიდენტი პენსიონერებს შეხვდა თბილისის მერიაში გამართულ დიალოგს პრემიერობის კანდიდატი დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. მთავარი საკითხები, რომელზეც მერიაში ისაუბრეს, გაზრდილი პენსიები და ის სოციალური დახმარებები იყო, რასაც პენსიონერებთან ერთად ვეტერანები და სოციალურად დაუცველი ფენები მიიღებენ. ვეტერანებმა დღეს მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული თხოვნითაც მიმართეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 1 დეკემბრიდან ვეტერანები და უსინათლოები საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებიან. და რამდენიმე წინადადება რომელიც საზოგადოებას უკვე გავაცანით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამას,
პირველი რაც მე ვთქვი 2 თვის წინ, რომ საქართველოში ამ ზამთარს არავინ არ უნდა იყოს შიერი და არავინ არ უნდა იყოს შეცივებული. 1 დეკემბრიდან მინიმალური პენსია გახდეს 55 ლარი ყველასათვის. საქართველოში აღარ იქნება 38 ლარიანი პენსიები. ჩვენ იცით რომ შარშა მოუმატეთ ნავსახურების და სტაჟის მიხედვით ეს ბუნებრივად ემატება ამ 55 ლარს ისევ, მაგრამ მომავალ წელს როცა ჩვენ გავაორმაგებთ დღევანდელ პენსიას, საქართველოში მინიმალური პენსია იქნება $50-ზე მეტი. ეს იქნება თითქმის იმდენივე, რამდენიც არის უკრაინაში, ეს იქნება ბევრად მეტი ვიდრე არის სომხეთში, ეს იქნება უფრო მეტი მინიმალური პენსია ვიდრე არის აზერბაიჯანში, რამდენჯერმე მეტი ვიდრე არის თურქმენეთში, ვიდრე არის მოლდოვაში. წელს 200,000 პენსიონერი იღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, 200,000, სულ ჩვენ საქართველოს ყავს 800,000-ზე მეტი. ეს რას ნიშნავს? 12,000 ლარის ფარგლებში ყველა საოთელი საოპერაციო მკურნალობა და წამლების მკურნალობა იქნება დაფარული. იმ ახალ სამონტყოფოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ყველა ვეტერანის დაზღვევა ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველა ვეტერანს უნდა ქონდეს საშუალება იქ მისვლის. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი ჩემთვის. უშუალოდ რაც დღეს ვაწუხებს, რაც დღეს გადასაწყვეტია, ის საკითხები დავაყენეთ და როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს საკითხები 1 დეკემბრიდან გადაწყდება და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თითქმის ამოწურეს ყველა საკითხი, რაც ჩვენ გვინდოდა, დაგვერდნენ იმაზე, რომ გააზრდიან ჩვენს პენსიას, სამგზავროს მოგცემენ და დაგეხმარებიან კიდევ სხვა დახმარებებით. გაზრდილი პენსიები უკვე დეკემბერში დარიგდება 55 ლარი მომავალ თვეში და 76 ლარი მომავალი წლიდან, თუმცა ამ თანხის გარდა გაიცემა ის დანამატებიც, რომლებსაც პენსიონერების სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით იღებდნენ. გაზრდილი პენსიისთვის სახელმწიფოს დამატებით 250 მილიონი ლარის მობილიზება მოუწევს. დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით კუთვნილი ფულის მისაღებად რიგში რომ ჩადგებიან, მინიმალური 38 ლარის ნაცვლად პენსიონერები 17 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ უკვე მიიღო. არაჩვეულებრივი თუ მოგვემატებენ საკმარისი რასაკვირველი არ არის, მაგრამ შედარებით კეთესია, თავისთავად ცხადია. პური გაძვირდა, ხორბალი გაძვირდა, ბენზინი, ყველაფერი მოიმატა და პენსია 5 ლარი არის, 800 წვეთია. დაждეთ თვითონ მაგ პენსიაზე და როგორ იცხოვრობს ნახო. საკმარისი რამდენი? საკმარისი გამოთვლილია 250 ლარი უნდა ბიუჯეტში. 1 დეკემბრიდან პენსიის მინიმალური ზღვარის 55 ლარამდე გაზრდის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ შორის გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. სხვა ადგილებს უკვე 1 დეკემბრიდანვე მინიმალური პენსია გავხაროთ 55 ლარი, რაც საკმაოდ კაფიოს და დაგეგმილია ისიც, რომ პენსიის ზრდა მომავალი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. 2008 წლის ბოლოსთვის პენსიის მინიმალური ზღვარი 76 ლარი უნდა გახდეს, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება იქნება საჭირო. პარლამენტში ამ საკითხზე უკვე აქტიურად მსჯელობენ. ბუნებრივია რომ ახლა არც 55 ლარია ბევრი და არც 76. ეს ფული უშუალოდ დაიხარჯება სამოყვარებელ ბაზარზე პროდუქციის შესაძლებლად. ბუნებრივია ფულის მასა იზრდება, ისე რომ საქონლის მასა იგივე რჩება და საქონელი გაძვირდება. მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე იმით რომ მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს სურვილი რომ პირველივე ნაბიჯი იყოს შტამბეში თავი. სპეკულაციები, რომელიც თქვა უკავშირდება თითქოს ეს ბევრი ფაქტორი და გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებისა არჩევნებს ეს ნამდვილად არის ჩემი აზრით ტყუილი, იმიტომ რომ ჯერტი ხელისუფლებაც და სხვა შორის ოპოზიციას დღიდან მათი პოლიტიკური აქტივობის დაწყებისა ყოველთვის არის საარჩევნო რეჟიმში. პენსიის ზრდა დაახლოებით 880,000 პენსიონერს შეეხება. ამავე დროს მათ ყველა ის დანამატი და შეღავათი შეუნარჩუნდებათ, რომლითაც ამჟამად სარგებლობენ. ჩვენ მივიდივართ ძალიან მნიშვნელოვან ზდაზე, არა უბრალოდ და არა მხოლოდ პენსიებისა, არამედ მთლიანად სოციალური პაკეტი დახმარებებისა, რომელსაც მიიღებს ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი, იქნება მნიშვნელოვანად გაზრდილი. წინასწარი გათვლებით ამ პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 250 მილიონი ლარი იქნება საჭირო. თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა და თარიღები, როდის გაიზრდება პენსია მომავალი წლის განმავლობაში, უახლოეს დღეებში, გათვლების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედზე განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძე იმედის მოუწყებლობის განახლების შემთხვევაში ობიექტურობის დაცვას ითხოვს. სპიკერის განცხადებით ამ საკითხებზე მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთანაც მიმდინარეობს. რაც შეეხება
ტელეკომპანიის საკითხს, ალბათ ამაზე საქმის კურსში ბრძანდება ჩვენი საზოგადოება, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვმუშაობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ტელეეთერი და ტელეკომპანია რომელიც იარსებებს თუ იარსებებს როგორც არის რა ვიცი იყოს მართლაც ობიექტური ნებისმიერი ტელეარხი რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში უნდა იყოს ობიექტური უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური რაც არ ნიშნავს ხელისუფლების ქებადიდებას არავითარ შემთხვევაში მაგრამ არც უნდა იყოს ისეთი პრეტენზიები როდესაც ლაპარაკია თქვათ საჯარო მოწოდებებზე ან რეალურად იმ პრეტენზიებზე რაც არსებობდა ეს საახო დამცველვაკი დღეს რადიო იმედის თანამშრომლები შეიკრიბნენ სუბარომა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართა დაუყოვნებლივ აღადგინოს მაუწყებლობა ტელერადიო კომპანია იმედმა. რადიოს თანამშრომლების განმარტებით მათი უწყება ტელევიზიიდან განსხვავებით დალუქული არ არის, თუმცა მუშაობა შეჩერებულია. საახო დამცველის განცხადებით სწორედ მისი ჩარევის შემდეგ აღდგა კავკასიისა და ბათუმში 25 არხის მაუწყებლობა. ჩვენ რეალურად დღეს არანაირი ნორმატიული აქტი, ან რაღაც სამართლიანი საბუთი იმის შესახებ, რომ რატომ დღეს არ არის ეთერში რადიო იმედი, რატომ არ აქვს უფლება რომ შევიდეს საკუთარ ოფისში და გააგრძელოს მუშაობა, არ აქვს. ის რომ იმ რადიო იმედი არ გადის ეთერში და ის რომ არ გადიოდა გამდეც, ეს არის აბსოლუტურად უკანონო. არანაირი აქტი, რომელიც რადიო იმედის მაუწყებლობის შეჩერებას, რადიო იმედის ლიცენზიის ჩამორთმევას ასახავდეს, არ არსებობს. ტელეიმედის მიმართ არსებული დადგენილებები მართლოსის და მარეგულირებელი კომისიისას მიმაჩნია რომ არის უკანონო და დაუსაფუთებელი, მაგრამ რაღაც დოკუმენტი მან შექმნილია. მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს რადიო იმედთან დაკავშირებით. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დღეს თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. მათ 7 ნოემბრის მანიფესტაციის დროს დაშავებულები მოინახულეს. დღეს ველევან გაჩეჩილაძის სამოქმედო გეგმას ქართული აკადემია ეცნობოდა. ოპოზიციური პარტიების, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები კი პარლამენტთან შეიკრიბნენ და ის სურათები მიიტანეს, რომლებიც რუსთაველზე 7 ნოემბერს არის გადაღებული. 7 ნოემბრის თემაზე გადაღებული სურათებით და ატრიბუტებით ერთიანი ეროვნული საბჭოს ახალგაზრდა წევრები რუსთაველზე შეიკრიბნენ. პარლამენტის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს. ვაპროტესტებ 7 ნოემბრის დარბევას და ეს სურათები ასახავს ნათლად იმ რეალობას, რაც მოხდა 7 ნოემბერს. მიხეილ სააკაშვილმა დაარბია ქართული მოსახლეობა ხელისუფლების ადმინისტრაციული მოქმედების წყალობით თბილისის ქუჩებით ცრემლითა და სისხლით იწვევდა ქართული საზოგადოების ცრემლითა და სისხლის აღმაშოთებელი ეს მიკრო ეროვნული ტრაგედია ეს დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში. პოლიტიკური აქცია სურათების ავტორისთვის მოულოდნელად მის პერსონალურ გამოფენად იქცა. ფოტოების უმეტესობა წარწერით ნუგზარ ცხვირაშვილი სწორედ ფოტოგრაფის ვინაობაზე მიუთითებდა. პროტესტის ასეთმა ფორმამ კი რუსთაველზე დამთვალიერებელიც მიიზიდა. ჩანს როგორია დიქტატორ სააკაშვილის რეალური სახე, რომელიც რადიკალურად და დიამეტრალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტელეეთერების საშუალებით, როცა იგი ცდილობს თავი მოაჩვენოს საზოგადოებას, როგორც საზოგადოებრივი დაკვეთის შემსრულებელი. ჩემი აზრით გამართლა რა ხალხს აინტერესებს, ჩერდება რაღაც კომენტარებს იძახიან. ვინც გამოხატავს ამის შესახებ და ასე შემდეგ. რუსთაველზე გამართული აქციის პარალელურად 7 ნოემბერზე ერთიანი საბჭოს უფროსი თაობა ქალაქის პირველ საავადმყოფოში საუბრობდა. საბჭოს ლიდერებმა პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დღეს მიტინგის დაშლის დროს დაშავებულები მოინახულეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ძალიან გავს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას, ძალიან გავს მე მოგობ, იმიტომ რომ ერთ ადგილას არის კონცენტრირებული დარტყმა და იქ არის დამსხვრეული სწორედ. ფაქტი თავარი არის ის, რომ აქ არავინ არც ერთი საგამოძიებო ორგანო არ დაინტერესებულა. 90% სიზუსტით ცეცხლსასროლი იარაღი. შეიძლება იყოს დრაბავოი ვინჩესტერი. ეს საათი დაიჭერით? ეს დავიჭერე ღვინის აღმართის დასაწყისში. ექსპერტიზის დასკვნამდე ამ ფაქტის დაზუსტება ექიმებს უჭირთ. განმარტებები ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა, სადაც აცხადებენ, რომ მიტინგის დაშლის დროს არც ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით არ დაუჭრიათ. ჩვენ ვიცით, რომ ღია მოტეხილობა არის, დაბეჟირება და რაც. ეს არის ცეცხლსასროლი ან ხელით გაკეთებული ან რაღაცა იარაღით, ეს ჩვენთვის არა მნიშვნელოვანი, ისეთი რომ ჩვენ ხედავთ რა არის პრობლემა. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი არ არის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული, არის გარკვეული მექანიკური დაზიანებები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღთან.
ერთიანი ეროვნული საბჭო და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ქართულ აკადემიასაც ესტუმრა. შეხვედრებს აკადემიის წევრები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან გეგმავენ. ლევან გაჩეჩილაძეს კი ჯერ მხოლოდ 25 ნოემბრის აქციაზე მისვლის პირობა მისცეს. წინა მიტინგებისგან განსხვავებით, რიყეზე საბჭოს წევრების გვერდით აღარ გამოჩნდებიან ლეიბორისტები და მათი მომხრეები. 25 ნოემბრის აქცია ეს არის სხვა ორგანიზაციების, სხვა პოლიტიკური ძალების დაგეგმილი აქცია. ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც იმის გულისათვის რომ გამოჩნდეს ტელევიზიით ან ვინმესთან გამოჩნდეს რაღაც თავს მოახვიოს თავისი თავი, ასე რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ შევთავაზებთ თელ საქართველოს პერსონალურ მოწვევებს, ახლა ვერავის ვერ გაუგზავნო, ეს არ არის ბალმასკარადი და ეს არ არის ბანკეტი. ეს არის პროტესტის გამოსახატავად ჩატარებული ღონისძიება. თუ მათ უნდათ და მათ ნამუს და სინდისი ეძახით რომ იყვნენ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვიდნენ და დაგვიდნენ გვერდზე. ეროვნული საბჭოს პროტესტს კვლავ არ შეუერთდება ახალი მემარჯვენეების და მრეწველების ფრაქცია, სადაც თვლიან, რომ საპროტესტო გამოსვლით საბჭო საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის PR კამპანიას იწყებს. გურიერ 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება პრობლემების მოგვარების საანსვლო. დღეს პრეზიდენტმა ცნობილი სპორტსმენებისგან თანადგომა მიიღო. საათნახევრიანი შეხვედრა დიალოგის ფორმატით თავად მიხეილ სააკაშვილის თხოვნით წარიმართა. სპორტკაფეის შეკრებილებმა თითქმის ყველა საკითხი განიხილეს, თანამედროვე სტადიონებით დაწყებული და პეკინის ოლიმპიადით დასრულებული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონების ხელფასი 300-დან 1000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მომავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. ბატონო რომან, დღეს ჩამოგართით ხელი, მაგრამ მინდა გადმოგცეთ მომავალი თქვენი იუბილეისთვის, რომელიც 24 დღეში არის თუ ასე 5 დღეში, წმინდა გიორგის ხატი. მადლობთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ. მადლობთ. ვეტერან სპორტსმენებზე საუბრისას პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონების ხელფასად შეეხო და სპორტსმენებს მისი 300-დან 1000 ლარამდე გაზრდას, ხოლო მომავალ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს მეტი სტიმულისთვის სოლიდურ პრემიებს დაპირდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიურ ჩემპიონებს, რომელთაც იღებდნენ, ვინც ყავს ოლიმპიური ჩემპიონები, ეხლა იღებენ 300 ლარს, რომელიც ჩვენ დროს დაინიშნა, ეს უნდა გავზარდოთ 1000 ლარამდე თვეში ყველას. ამის გარდა ესე იგი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავაორმოგოთ პრემიები, საპრეზიდენტო პრემიები, რაც არის საპრიზო ფონდი, რაც არის ოლიმპიური ჩემპიონის 100,000 დოლარი, 50,000 დოლარი. მიხეილ სააკაშვილმა საათნახევრიანი შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნა ქართული რაგბისა და ჭიდაობის წარმატებები და იქვე კიდევ ერთხელ შეახსენა სპორტულ საზოგადოებას, რომ საქართველოს მამელუქები არ სჭირდება. ჩვენ ვცნობ ყოველთვის მის ყურადღებას და რა ვიცი, ჩემთვის ახლა მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა ვის დავმარცხებდი ფინალში, მაგრამ რა ვიცი. ამლუქებიც ალბათ ნელ-ნელა ისეთი პირობები შეიქმნება საქართველოში, ნელ-ნელა დაბრუნდნენ და გულდაწყვეტილება ის რომ მართლა თქვენთან მოჭიდავები არ ვიმყოფებოდით განმუხურში, თორემ როგორც ძაღლის ძვალს დავათრებდით მაგ რუსებს. პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დღეს ფეხბურთიც დაასახელა. ეს ჩემი საპრეზიდენტო მეორე ვადის თავარ ამოცანად სოფლიო ჩემპიონატში გასვლას ერთ-ერთ ამოცანად ვხედავ. უბრალოდ თავარ ამოცანას, ერთ-ერთ თავარ ამოცანად სპორტში. ჩვენ ბევრი სხვა ამოცანა გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი თავარი ამოცანა, რომ სპორტში რომ გავიყვანოთ ჩვენი ნაკრები სოფლიო ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი უკვე დაძრულია და რა თქმა უნდა დღეს მოქმედი ფეხბურთელებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი мотивация. ქართული სპორტის ცნობილ წარმომადგენლებთან საუბარი დიალოგის რეჟიმში თავად პრეზიდენტის მოთხოვნით წარიმართა. ქართული სპორტის ლეგენდებმა მიხეილ სააკაშვილს ამა თუ იმ სახეობაში არსებული პრობლემები შეახსენეს და დახმარება ითხოვეს. ჩვენ მოგვცა იმედი, რომ არა მარტო სპორტის მესვეურებს ეშველება და მიექცევა მეტი ყურადღება, არამედ სხვა დარგსაც და მთელ მოსახლეობას. და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი დაფასება იქნება სპორტსმენების. ვიდრე ეხლა არის და ეხლა მე ვიტყვი როგორც აი სპორტული გადმოსახეთიდან, აი ძალიან მაგრამ სიამოვნეს დარბაზში მისვლა ვარჯიში და შედეგების გაკეთება. სპორტკაფეში შეკრებულ სპორტულ საზოგადოებას პრეზიდენტმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო და ისიც აღნიშნა, რომ პეკინის ოლიმპიადისთვის საქართველოს საუკეთესოდ მომზადებულ სპორტსმენებს წარგზავნის. ახლა გურიერის შეკითხვებს შეხვედრის მონაწილეები ცნობილი სპორტსმენები ლუკა კურტანიძე და რამაზ ნოზაძე უპასუხებენ საღამოშვიდობისა ბატონებო. საღამოშვიდობის. პირველი შეკითხვა ბატონ ლუკასთან. ბატონ ლუკა, დღეს კონკრეტული დაპირება მიიღეთ პრეზიდენტისგან, მათ შორის სოლიდური ანაზღაურებას. თქვენი აზრით, რამდენად გაზრდის ეს კონკურენციას თავად სპორტსმენებს შორის? მოგესალმებით. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე იყო პირველ რიგში აღნიშნავ, რომ უშუალო
ორივე მხარემ გამოთქვით ის მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გვაწუხებდა და გვაწუხებს და რაც არის კიდევ გასაკეთებელი, რაც კეთდება იმასთან ერთად პრეზიდენტმა მე პრეზიდენტთან მე მინდა რომ ქართველებს მართალი სიტყვა უთხრა და მართალი გავიდე ამ ოთახიდან რომ მე ვიმყოფებოდი მასთან ნინო წმინდაში, სადაც გავხსენით სპორტული კომპლექსი, მე ვიმყოფებოდი მასთან ერთად ახალ ქალაქში, სადაც გავხსენით დიდი სპორტის სასახლე და შენდება ლაგოდეხში და ის სპორტული კომპლექსი აგრეთვე თამარაშენში და მე ამას იმიტომ აღნიშნავ რომ ეს არის ძალიან დიდი ზრუნვა ახალგაზრდა თაობაზე, მომავალ ჯანსაღ თაობაზე, რომელიც დღეს თუ ხვალ თავის ქვეყნის რიგებში საბრძოლოდ უნდა ჩადეს. და აქედან გამომდინარე არ შემიძლია ეს თეთრი, ასე ვთქვათ, თეთრ ფერებში არ ხედავდით ამას, იმიტომ რომ ზრუნვა არის ქართველ ერზე, მის მომავალს. მე ამას ხედავ არის თუ რამე არის მაგალითად შენიშვნა ან რამე არის გულისწყობილი ჩვენ პირადად პრეზიდენტთან ვსაუბრობთ ხშირად ლუკა თუ შეიძლება რომ დავაკონკრეტოთ შენ წეგან თქვენ ახსენეთ რომ ჩვენი გულისწყობილი გამოდგა და ის პრობლემები რაც ჩვენ გვდა რა პრობლემებზეა საუბარი რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ სპორტს როდესაც ქვეყანაში უამრავი საქმე კეთდება ნამდვილად ვისაც უნდა დანახვა ამას ხედავს მაშინ რა თქმა უნდა არის მაგალითად რაღაც გამოგრჩება მაგრამ არის სწორი მიტანა ეს იმად უნდა მიიტანოს სწორად იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს ხელისუფლება რომ მოაგვაროს. ეს არის, როდესაც დიდი ინვესტიციები შემოდის საქართველოში, მოგეხსენებათ, რომ მაგ შემთხვევაში შეიძლება ესა თუ ის რაღაც გამოგრჩეს. ამ შემთხვევაში იყო რამოდენიმე დარბაზე თხოვნა, რომ მაგალითად არ მოხდეს ამ დარბაზების, ასე ვთქვათ, შენარჩუნება და მათი, ასე ვთქვათ, ისევ აღორძინება და რა თქმა უნდა, იყო არის პროგრამა რომელიც არა მარტო ამის შენარჩუნება, არამედ მოხდება კიდევ უამრავი დარბაზების გახსნა. გასახარია ნამდვილად სპორტული საზოგადოებისთვის იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ დიდ სპორტში, დიდ რეკლამას ვუკეთებთ საქართველოს, მაგრამ ამასთან ერთად კარგია, როდესაც ზრუნავს სახელმწიფო და პრიორიტეტს ანიჭებს ქართულ ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაზე აკეთებს აქცენტს, რომ ის უნდა იყოს ჯანსაღი. ჩვენ ვალდებული ვართ მივესალმოთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვართ ჩვენი ქვეყანა. მადლობ ლუკა, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ისე პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთში ზუსტად მანამდე კი რამას მინდა შევეკითხო. რამას ცნობილია რომ დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი სპორტსმენი გამოდის სხვა დროშის ქვეშ. როდესაც პირობების გაუმჯობესება ხდება სპორტსმენისთვის, რამდენად სავარაუდოა რომ ქართველი სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ და უკვე საქართველოს დროშის ქვეშ გამოვიდნენ? მოგესალმებით ყველას. ეხლა ვინც არიან უკვე წასულები საზღვარგარეთ, მეგონი მე ვფიქრობ, რომ აღარ დაბრუნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პირობებში აღარც არავინ აღარ წავა და გააგრძელებენ აქ მოღვაწეობას და მიაღწევენ უდიდეს შედეგებამდე, იმიტომ რომ აი მართლა რა დარბაზები შენდება. არის ყველა ის პირობა, რაც სპორტსმენს სჭირდება და არა აქ ის თავის ტკივილი თქვათ იგივე რომ აი გამოვიდეს და ანალოგიურად ეს პატარა ნიუანსები არის ეს სადიბანავს ხელი წყალში თუ სითბო იქნება თუ რაღაცა რა და მე ვფიქრობ რომ სპორტსმენს რა სჭირდება ეს ყველაფერი კეთდება ახლა რა და როგორ ემზადებით პეკინის ოლიმპიადისთვის უფრო კონკრეტულად შეიძლება? ნუ ძალიან დატვირთვით ემზადებით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად შევხვდეთ პეკინის ოლიმპიადას და მე იმედი მაქვს მთელი ჩვენი ქართველი ნაკრების, თვითონ ჭიდაობის ფედერაციის და არა მარტო ჭიდაობის ფედერაციის, სხვა სპორტების ქართველი სადაც მოღვაწეობს, რომ ბევრი მედლები იქნება და ღმერთის წყალობით და ჩვენი მონდობებით მივაღწევთ სასურველ შედეგს.
დიდი მადლობა რამაზ და ისე ლუკასთან გადავალთ შეკითხვით. ლუკა, ჭიდაობის სახეობები ყოველთვის პრიორიტეტული იყო საქართველოში და ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. რაც შეეხება სხვა სპორტის სახეობას, დღეს როგორ თვლის შენ პირადად რომელია ის სახეობები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ამ ეტაპზე? განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, იმ სპორტის სახეობებს, რომელსაც წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში ასე ვიტყოდი, საქართველოსთვის მოუტანია უდიდესი სიხარული. რა თქმა უნდა, ყველა სპორტის სახეობას უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც ასეთი სოციალური მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა აღმშენებლობის პერიოდში, როდესაც უამრავი პრობლემებია, უამრავ სფეროს უნდა მიეხედოს, ამ შემთხვევაში პრიორიტეტული უნდა იყოს ის, რომელიც შედეგს აკეთებს. შედეგზეა, ასე ვთქვათ, შედეგის მომტანია და ქვეყანას ამ შემთხვევაში აქვს იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამა თუ იმ სპორტის სახეობას. მე წარმოადგენ ჭიდაობას, მაგრამ მე ვიტყოდი არის კიდევ ჭიდაობის გარდა რამოდენიმე სპორტის სახეობა, რომელსაც საქართველოს შეუძლია შეუძლია ამ სპორტის სახეობებს საქართველოს მოუტანს უდიდესი სიხარული. მე ვისარგებლები შემთხვევით და ამ შეხვედრას არ მიცემდი მაგალითად რაღაც პოლიტიკურ ასე ვთქვათ სარჩულს, იმიტომ რომ ეს იყო უბრალოდ იყო სრულიად აპოლიტიკური შეხვედრა, იყო სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა, თუ ვინმეს რამე გაუკეთებია სპორტში, ყველას აქვს სხვადასხვა აზრი, მაგრამ იმ აზრში ერთიანი ვართ, ჩვენ და პრეზიდენტი და ყველა გურში მატკივარი, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქართულ ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაზე, რომ ის იყოს ჯანსაღი და მის ქვეყანას ემსახუროს ჯანმრთელი სულითა და ჯანმრთელი სულით ფიზიკურთან ერთად, მაგრამ მე არავინ არ მინდა ჩავთვალოს სპორტსმენები, რომ ჩვენ არა ვართ ასე ვთქვათ, არ ვერევით არც ერთ პოლიტიკურ ბრძოლაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სპორტსმენები, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ვემსახურებით მის სიძლიერებას, მის მთლიანობას და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრეზიდენტი. მე აღვნიშნე დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონი მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი. მე აღვნიშნე განმხურის მომენტი. ნამდვილად ყველა ქართველი, მით უმეტეს ჩვენ მოჭიდავეები, მის გვერდით რო ყოფილიყავით მაშინ, ნამდვილად ვერც ერთი რუსი ვერ დაიტრაბახებდა თუნდაც იარაღით. მე უბრალოდ კიდევ მინდა ქართველ ერს მოუწოდო სიმშვიდისკენ, პატრიარქის კურთხევა შევისმინოთ ყველამ და ერთმანეთის აზრს პატივიცეთ და მოусმინოთ ერთმანეთს შეურაცხყოფის გარეშე. დიდი მადლობა ბატონ ლუკა და ბატონ რამაზთან გვაქვს კიდევ ერთი შეკითხვა. ბატონ რამაზ, რაც შეეხება მომავალ თაობას, აი რამდენად გაიზარდა მოზარდების რაოდენობა ბოლო წლებში, რომლებიც სპორტით არიან დაინტერესებული? ვიცით რა იყო, აი ადრე მე პატარა რო ვიყავი, რო დავიწყე ბატონო თარტატიშვილთან ვარჯიში. ძალიან ცოტანი იყვნენ ბავშვები რა, აი იყვნენ, მაგრამ ძალიან ცოტანი, მაგრამ აი ეხლა რა, როცა შენდება ამდენი დარბაზები, როცა ესეთი დიდი ყურადღება ექცევა სპორტს, აი საგრძნობლად მოიმატა და ძალიან ბევრი ბავშვი არის და აი ჩემ პირად წვრთნელთან როცა არის ვარჯიშები, 3:30-ზე რომ მივდივარ, აი გულს უხარია და რო უყურებ თვალით როგორი რამდენი ბავშვები არიან და რამდენი ჟიამულია. აი ბატონმა ელდარმაც ლუკამაც აღნიშნა, რომ გავხსენით ბევრი დარბაზები. აი მეც მიმონაწილეები ერთი 10 დარბაზის გახსნაში და აი რო უყურებდი ამ ბავშვებს, ისეთი სიხარული და ისეთი სიგრძნობოდა, რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დაიწყებდა ვარჯიშს და ეხლა მოღვაწეო სპორტში და ალბათ მომავალში ასახელებს საქართველოს და აი მე პირადად მე რასაც ვხედავ, ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა პირადად ჩემ წვრთნელთან და ძალიან საგრძნობლად და აი რო შემოხვიდეთ მე მგონი ადგილი და ტევა არ არის ხოლმე იმდენი ბავშვი. დიდი მადლობა რამაზ, დიდი მადლობა კურიერის შეკითხვებს ლუკა კურდანიძე და რამაზ ნოზაძე პასუხობდნენ, გმადლობთ.
23 ნოემბრისთვის საპყრობილე და 1200 პატიმარი გათავისუფლდება, რაც შეეხება პრეზიდენტის წარმოდგენილ პროექტს ამნისტიის შესახებ ახალი წლისთვის ამოქმედება. მთლიანად ორივე აქტი 5000-მდე პატიმარს შეეხება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 50-მდე მუხლს შეეხება და მოიცავს ისეთ დანაშაულებებს, რომელიც არ არის ძალადობრივად ჩადენილი, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულების, თუმცა არ შეეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის გასამართლებულებს. ამნისტია შეეხება მათაც, ვინც პასუხისგებაში იყო მიცემული 1995 წლამდე და იძებნებოდა, მაგრამ არა მათ, ვიზეთ სამშობლოს ღალატის, ტერორისტული აქტებისა და ჯაშუშობის მუხლები ვრცელდება. ამინისტიით იქნება დარეგულირებული, შეეხება ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც მართლაც ძალიან საზოგადოებისათვის არასაშიში დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ფინანსური დანაშაულები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ არის საკითხი ამნისტირებაზე იმ ადამიანებისა, ვინც კორუფციაში იყვნენ ჩართული თანამდებობის პირებს, ეს არ ეხებათ რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისა განმეორებით დანაშაულს არ ჩაიდენს. 1200-ზე მეტი ადამიანი იქნება პარალელურად პრეზიდენტის მიერ შეწყალებული. და აქ იყო აღნიშნული, რომ ახალ წლამდე ეს გაგრძელდება ამნისტია, რაც ეხება შეწყალებას, მე ვფიქრობ, რომ უკვე 23 ნოემბრისთვին შეწყალებული ადამიანები დაბრუნდებიან სახლში. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნებს ხსნის. CSKO-ს ოფიციალური განმარტებით არ აღიარებულ რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს 2 დეკემბრის რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უნდა მიეცეთ. განცხადება საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებამდე 15 დღით ადრე გააკეთა. ქართული მხარის განცხადებით მოსკოვის ეს წამოწყება არალეგიტიმურია. Центральная избирательная комиссия, как правоохранительные органы, обязаны исполнить требования законодательства и предоставить возможность проголосовать всем избирателям, гражданам Российской Федерации, обладающих активным избирательным правом, в том числе и за территорией Российской Федерации. ეს არის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფოს მიმართ უდიდესი და არამეგობრული და ცილება საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოებს შორის.